მეთევზე, მეისოვე, ორთაჭალის ტურფა, აქტრისა მარგარიტა და სხვა ცნობილი ნახატები ფიროსმანის შემოქმედებიდან. აქსესუარებსა და ტანსაცმელზე დატანილი ქართული საგანძური რუსულ ბაზარზე გამოჩნდა. მათი ავტორი წარმოშობის ქართველი დიზაინერია. ალექსანდრე არუთინოვი მოსკოვში საკმაოდ კარგად იყიდება. იყიდება მისი კავკასიური განწყობა მოდაში, მისი იდეები და შესრულების ტექნიკა. დადებითი შეფასების იქით არუთინოვის ნამუშევრები ხშირად მოდის კრიტიკას განხილვის კოლექცია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა, მაგრამ ბევრი რამ კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩა. განსაკუთრებული ყურადღება საავტორო უფლებებზე გამახვილდა. რამდენად კანონიერად გამოიყენა დიზაინერმა ცნობილი მხატვრების სტილოები. საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციაში კი ასეთი პასუხი აქვთ. მოცემულ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ ქონებრივ ნაწილში საავტორო უფლებები არ დარღვეულა ერთმნიშვნელოვნად, რადგან 70 წელი უკვე გასულია და ყველას აქვს უფლება გამოიყენოს, ანუ მოახდინოს მისი რეპროდუცირება, რაც ამ შემთხვევაში მოხდა და დამზად დაასლი და შემდეგ განთავსდა ეს ასლი რაღაც სხვა მასალაზე, ხო? რაც შეეხება არაქონებრივ ნაწილს, არაქონებრივ ნაწილში იმ შემთხვევაში თუ ავტორი ამ შემთხვევაში სახელმწიფო, რადგან ის განკარგავს, ხო, ფიროსმანის უფლებებს, მოითხოვს, რომ აღიარებული იქნას მისი უფლება, რომ დატანილი იქნას, რომ ეს არის ფიროსმანის ნახატი და არა სხვისი, რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა უნდა შესრულდეს კონკრეტული აი ამ დიზაინერის მხრიდან. სხვა საკითხია ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები. მხატვრის გარდაცვალების შემდეგ 70 წელი ჯერ არ გასულა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაარღვია თუ არა საავტორო უფლებები არუთინოვმა, ჯერ კიდევ გასარკვევია. ასევე ყურადღება იმასაც უნდა მივაქციოთ, რომ ამა თუ იმ ნივთზე ცნობილი ნამუშევრები მსურველმა ყოველგვარი დამახინჯების და ცვლილებების გარეშე უნდა გაიმეოროს. წინააღმდეგ შემთხვევაში საავტორო უფლება აუცილებლად ირღვევა. არანაირი ცვლილების განხორციელება არ შეიძლება ნაწარმოებში ავტორის თანხმობის გარეშე. მხოლოდ ავტორის ნებართვით და ავტორთან შეთანხმებით უნდა მოხდეს ეს. თუ ავტორთან ეს შეთანხმება არ იქნა და მაგალითად ამ შემთხვევაში დიზაინერს რომ შეეცვალა ფიროსმანის ნახატში რაიმე დეტალი, თუნდაც მცირედი დეტალი შეეცვალა, ის უკვე პირდაპირ ხელყოფდა საავტორო არაქონებრივ, ანუ პირად უფლებას და დაამახინჯებდა ნაწარმოებს. თუ ეს ასია, მაშინ ნაწარმოები დამახინჯებული გამოვა და საავტორო უფლების დარღვევა სახეზე გვექნება. მაგრამ თუ შეცვლილი არ არის, მაშინ მხოლოდ ვალდებულება აქვს იმისა, რომ აღიაროს ის, რომ ეს არის ნამდვილად ფიროსმანი და არ არის სხვისი. ამ ყველაფრის მიუხედავად ტანსაცმელზე ამოქარგული და დაპრინტული ნიკო ფიროსმანისა და ლადო გუდიაშვილის სტილოებით შექმნილი ნამუშევრები მისცემენ აქაური დიზაინერებისთვისაც. მე არ განვეკუთვნები იმ ტიპის მოდის მიმდევარს, რა ტიპის მოდაშიც ალექსანდრე არუთინოვი ფართოდ ხედავ ფიროსმანს თავის შემოქმედებით. ეს კონკრეტულად მისი ინდივიდუალური დამოკიდებულება არის ფიროსმანის გამოყენებასთან დაკავშირებით, მის ნამუშევრების რეპროდუქციული და პრინტის სახით გამოყენებასთან დაკავშირებით, იმის სამოში რა დოზის ჭირდება მას. ერთოდა აქცენტები მიეცა, ხო? მაგრამ შეიძლება ხასიათით, სამოსის ხასიათიდან გამომდინარე ძალიან დიდი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დაგვენახა სილუეტურად და არა მარტო კონკრეტულად პრინტის სახით. ერთ-ერთი ყველაზე შავი კოლექცია. საფასე სტუმრებმა არ უჩვენება, რომელსაც ბოლოს მქუხარეტაში ფეხზე წამოუდგნენ. ხის შუშაპანდი და შავ როიალზე შესრულებული ცხალი მუსიკა. დამახმებელი იყო დიზაინერმა და გაფორმება სამოსის ესთეტიკას მოარგეს. ჩვენ არ ვიცით, რომელი ნაბიჯი რას უქმნის პროპაგანდას შემოქმედს, ანუ მხატვარს, რომელიც ისედაც ცნობილია, მაგრამ შეგვიძლია უფრო ცნობილი ფორმით, თუ დიზაინერს, რომელიც იყენებს უკვე ნაცნობ მხატვარს, რომელიც საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილია. ორივე შემთხვევაში, ერთ შემთხვევაში დეკორატიულ დატვირთვას წარმოადგენს, მეორე შემთხვევაში მინიშნებას იმისათვის, რომ ადრესატი მოიცემოს გასაყიდად. პირველი სახით უბრალოდ. ფიროსმანი გუდიაშვილი არუთინის ჩვენების შემდეგ კოლექცია სტატიებითა და მასზე თანდართული ფოტოებით არაერთი ქართული, სომხური, რუსული და დასავლური მედია გამოეხმაურა.